შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აფასებს. დავით სონღულაშვილის განმარტებით პროგრამა უკვე 1 წელია წარმატებით მიმდინარეობს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებზე. ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები კი ცხადყოფს, რომ პროგრამის წინააღმდეგ გავრცელებული გარკვეული განცხადებები და კამპანიები არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს. შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მიმდინარეობს წელიწადზე მეტია, საკმაოდ წარმატებულად. ამასთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ ხელშესახები შედეგები, როგორც ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესების კუთხით, ასევე ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოების კუთხითაც. სამწუხაროდ ეს ჩვენი საზოგადოებისთვის იყო პროვოცირებული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომელსაც უნდათ ჩვენი საზოგადოების ემოცია გამოყენებული ყოფილიყო მათი პოლიტიკური მიზნებისთვის. შესაბამისად, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ბრალდება, რომელიც გამოთქმული იყო ჩვენი სააგენტოს მიმართ, იქნება აუცილებლად ბოლომდე გამოძიებული და შესაბამისად რეაგირებული. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ამ პროგრამაში. სამწუხაროდ მიმდინარეობს ბულინგი და ზეწოლა თანამშრომლებზე და აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ თითოეული ფაქტი და თითოეული შემთხვევა იქნება რეაგირებული